ჰელვეტასის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტმა ქვემო ქართლის რეგიონში ღვინის ბაზრის ეკონომიკური პოტენციალის კვლევის პირველადი შედეგები წარადგინა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მევენახეები, მეღვინეები, კერძო სექტორის, სახელმწიფო სააგენტოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. კვლევის მიზანი რეგიონში ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის არსებული მდგომარეობის, შესაძლებლობებისა და სისტემური გამოწვევების შეფასება იყო. ჰელვეტას საქართველოს გუნდი ახორციელებს პროექტს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება საქართველოში და პროექტის მიზანია, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყოს ხელი. პროექტი ფინანსდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ და დღეს ვიმყოფებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში, სადაც ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით ჩავატარეთ ღვინის სექტორის ღირებულება ჯაჭვის კვლევა. დღეს სწორედ ამ მიზანს ემსახურება შეხვედრა, რომ კვლევის შედეგები გავაცნოთ ადგილობრივ მეღვინეებს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, ერთად ვიმსჯელოთ იმ გამოწვევებზე, რაც კვლევის შედეგად გამოვლინდა და ასევე შევთანხმდეთ ამ გამოწვევების გადაჭრის გზებზე. შედეგებმა გამოავლინა სექტორის განვითარების ძირითადი ბარიერები, როგორიცაა ვენახებისა და საწარმოო პროცესების ტექნოლოგიური ჩამორჩენა, ხარისხის კონტროლისა და ლაბორატორიული ანალიზის ნაკლებობა, ცოდნის დეფიციტი. ჩვენი მევენახეებისთვის და მეღვინეებისთვის აუცილებელია გქონდეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, როგორც საერთაშორისო ბაზრის შესახებ, ასევე ხარისხიანი ყურძნის წარმოების და ხარისხიანი ღვინის წარმოების შესახებ. სფეროში ჩავერთეთ. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი გამოწვევა შეგვხვდა. ბევრი მათგანი გადავლახეთ, თუმცა არის მასშტაბური და სისტემური გამოწვევები, რა თქმა უნდა. და მსგავსი შეხვედრები ძალიან დიდ როლს თამაშობს ადგილზე, რეგიონზე მევენახეობის წარმომადგენლებისთვის პრობლემების მოგვარებაში, გადაწყვეტაში, ინფორმაციის მიწოდებაში, სხვადასხვა პროგრამების გაცნობაში, განხორციელებაში და ასე შემდეგ.